მოგესალმებით, თქვენ უყურებთ GeoTeam-ის YouTube არხს და უყურებთ მორიგი ეპიზოდს ქართული ფეხბურთის შესახებ, როგორც იცით. ანტალიაში ვიმყოფით, სადაც ქართული კლუბების წინა სასეზონო შეკრებას ვესწრებით. დღეს კი ჩვენი ეპიზოდი დაეთმობა გუნდს, რომელსაც საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული კომაგები ყავს, გუნდი, რომელსაც ბოლო წლებში ძალიან ბევრი რამ გადაიტანა, იყო როგორც გუნდის პრაიმ სეზონები, იყო როგორც ძალიან დიდი აღმასვლები, სიხარულები, წყენები, იმედგაცრუებები. საუბარია ბათუმის დინამოზე, რომელსაც ახალ სეზონში დიდი გამოწვევები ელის, გუნდში დიდი ცვლილებები მოხდა და რა თქმა უნდა, ბათუმელი კომაგი ელოდებოდა, რომ ჩვენ ვესტუმრობდით ბათუმის დინამოს და ისინი მოიცმევდნენ საინტერესო პასუხებს გუნდში მყოფი პირებისგან. მაგრამ სანამ დაიწყებთ ამ ვიდეოს ყურებას, გთხოვთ გამოიწეროთ GeoTeam-ის YouTube არხი, მოიწონო ეს ვიდეო და ჩაუჯექი ბათუმის დინამო GeoTeam-ის YouTube არხზე. წავედით. ქალაქს იდეში ვიმყოფებით. ამ ადგილას წარიმართება ჩვენი ვიდეოს მთავარი მონაკვეთი, სადაც გავასაუბრებით ბათუმის დინამოს ფეხბურთელებს, გუნდის კაპიტანს მამუკა ყობაღიძეს, გუნდის ლეგიონერ ვერდი მარას, რომელიც თითქოს წასული იყო კლუბში დარჩა და ასევე ადგილობრივ გმირს, ესე რომ ვთქვათ, local heroes, გურამ ჯაფარიძის, რომელიც ბათუმელი გულშემატკივრის ერთ-ერთი გამორჩეული პერსონაა. ჩვენ მათგან საინტერესო პასუხების მოლოდინში ვართ და იმედია ამ ვიდეოთი ბათუმელი გულშემატკივარიც ისიამოვნებს. მამუჩ ეს ის მომენტია, როცა ბევრი ბათუმელი გულშემატკივარი ელოდება სეზონის წინ ასიტყვის კაპიტანი. რაც იმედი აქვს ახალი სეზონის წინ განსაკუთრებული და რის თქმა შეგიძლია ბათუმელი კომაგისთვის 2026 წლის სეზონის დაწყებამდე პრესეზონია ვარჯიშობთ, ემზადებით და რას უნდა ელოდონ ამ წელს რეალისტურად. იცით იმის ამბავი, რომ ფეხბურთელებს ვერ ვიმატებთ, ბევრი ახალი ფეხბურთელი ყავს მეორე გუნდიდან. მიდის შეჩვევის პროცესი, მიდის მზადება, ეხლა შეკრებაზე, ორჯერადი ვარჯიშები, დატვირთვები, ტესტ მაჩები და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ რაღაცა ხარისხს მივახციოთ, რაც შედეგს მოგვიტანს ჩემპიონატში. მოლოდინს რაც შეეხება, ზაფხულამდე ვიცით ვაცნობიერებთ, რომ ეს გუნდი ვართ და ვეცდებით მაქსიმალურად ბევრი ქულა დავაგროვოთ. Okay, in my thoughts, first important is team and we need to take many points as possible until summer and after with some transfers we will see about. It's early to speak about, objectives. So I think until summer we need to fight every game and take many points as possible. ცოტა ნოსტალგიური ტალღაზე წაგიყვან და მე მინდა გაიხსენო მამუკა ყობაღიძეს 2019-2022 წლის ბათუმის დინამომ. კონკრეტულად ამ წლებს კითხავ, რომელიც პრაიმად შეგვიძლია შევაფასოთ, რა ემოციები აჩუქა? აი, სახიზე არ მეტყობა გამერგი მაგ. ეს პერიოდი იყო ბუმი ფეხბურთის რა, ჩემთვისაც და ბათუმისთვისაც. აი, მოედანზე კი არ იგრძნობოდა მარტო ის ატმოსფერო, რაცაც გულშემატკივარი ქმნიდა. ქალაქშიც აი მატჩის დღეს იყო ზეიმი რა. ეგეთ სიტუაციაში გვიწევდა თამაში, რაც აი ფეხბურთელისთვის არის ყველაზე მაგარი რა. 2022 წლამდე თქო, იმიტომ თქვი რომ რაღაც ეს იყო ის პრაიმი, საიდანაც სამწუხაროდ ყველა მიჩით სლოვენთა თამაშებზე, რაც დაღმასვლა დაიწყო, ტრიბუნები განახევრდა, ხანახ თამაშებში გაცარიელდა. აი რა ხსნა ქონდა შენ ქალაქის სადაც ფეხბურთის ყოველი ცხოვრობენ, რატო თქოს უარი საყვარელი გუნდის ტრიბუნე გულშემატკივრობაზე? ალბათ მოლოდინი იყო, რომ ჩვენ ჯგუფში ვითამაშებდით რომელიმეში და მაგისკენ მივდიოდით ნაბიჯ და მე თითქოს დაიწყო აი გუნდის ნგრევა რა. რამ გამოიწვია ესე ვერ ვიტყვი, მაგრამ წავიდნენ კარგი ფეხბურთელები, ვინც ყავდნენ მაგ დროს. მაგის მერე დაიწყო ცვლილებები, შეიცვალა მწვრთნელი, ხო ეგ პერიოდი არის, ხო იმეშლება, შეიცვალა მწვრთნელი, ახალი ხედვები, მწვრთნელის, ახალი ფეხბურთელები, რაღაცა ვერ აეწყო და ხალხსაც ალბათ გული აუცრუდა რა, რას თამაშებს რო ვერ ვიგებ. ბათუმში გვახსოვს მომენტები, როცა მეორე ლიგაში ყოფილა გუნდი და მაინც ავსვენდნენ სტადიონს. შენით აი ეგ სტადიონის დაცერელებმა იმედის დაკარგვამ გამოიწვია? ჩემი აზრით ხო. რაღაცა მოლოდინი ქონდათ, რაც ჩვენ ვერ შევძელით და თითქოს ხალხმა ხელი ჩაიქნია. მაგრამ იმედი მაქვს, რომ
დაბრუნდება ზუსტად იგივე გარემო და იგივე გულშემატკივრობა ბათუმში. აი მაგის დიდი იმედი მაქვს. აი რა არის საჭირო მაგისთვის? საჭირო არის სწორად გუნდის განვითარება, კარგი თამაში, სანახაობრივი თამაში და როცა გუნდ შედეგი აქვს, მაყურებელიც ჩემი აზრით მოbrunდება ისე. მეგობრებო, შეგახსენებთ, რომ Geoteam-ის არხის წარმომადგენელია კომპანია აჭარაბეთი, რომელიც გვეხმარება გადავიღოთ საინტერესო ვიდეოები თქვენთვის. მადლობა აჭარაბეთ ჩვენი გვერდში დგომისთვის. ბათუმელი ფეხბურთელი ატარებს სრულ პირველ სეზონს თავშობილურ გუნდში. შეიძლება თუ არა ამას დავარქვათ ერთ-ერთი ახდენილი საფეხბურთო ოცნება შენ ცხოვრებაში. კი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ პირველ რიგში რომ ყველგან კარგად ვიცით რამდენად დიდი ღირებულებების და დიდი ისტორიის მქონე კლუბია დინამო ბათუმი და ჩემი აზრით ორმაგად სასიხარულო და ორმაგად სასიამოვნო, როცა ამ გუნდის აღზრდილი ხარ, თან ადგილობრივი ხარ და როცა მოდიხარ აკადემიებიდან, ამ აკადემიიდან გამოვლილი გაქვს ყველა ასაკობრივი აკადემია და როდესაც შემდგომში მწვერვალამდე მიდიხარ დინამო ბათუმის პირველ გუნდამდე, ეს ორმაგად სასიხარულოა და ჩემთვის ორმაგად საპასუხისმგებლოა. შეძლო შენი სპორტული კარიერა საუკეთესო წელი იყო 2025 პირველი სრული სეზონი და დებიუტი საქართველოს ნაკრებში. რა შეცვალა შენ ცხოვრებაში 2025 წელს? აი სულფასოვან ფეხბურთად თუ აგრძნობინა თავი. რასაც პირველად 1 წლის წინ, 2 წლის წინ არაკეთებდი, რა შეიცვალა? რა შეიძლება მიდგომა შეცვალე, უფრო მეტრამეზე დაფიქრდი, აი რა შეცვალა გურამ ჯაფარიძის ცხოვრებაში ამ 2025 წელს მომხდარმა ცვლილებებმა, რომელიც შენს თავს მოხდა. თითქოს აი ბავშვური ფეხბურთიდან გამოვედი რა, იმიტომ რომ სულ აი 19 წლამდელები, 17 წლამდელები, აი სულ სხვა მიდგომაა რა, უბრალოდ აი ვარჯიშზე მიხვალ, მე შემდეგ სახში წამოხვალ და შეიძლება ანუ იმდენად არ ფიქრობდი შემდეგი ვარჯიშისთვის, როგორც აი ამ ეტაპზე როცა გადმოხვალ, იმიტომ რომ ყველა ვარჯიშის შემდეგ უკვე როცა ჩემ ცხოვრებაში ეს ახალი ეტაპი დაიწყო, უკვე ფიქრობდი მეორე ვარჯიშზე, მესამე ვარჯიშზე, თამაშზე და რაღაც მხრივ ეს ყველაფერი შევცვალე ჩემი ცხოვრების სტილი, რეჟიმი, ყველაფერი შევცვალე იმისთვის, იმიტომ რომ მოითხოვს ეს ყველაფერი, ეს სპორტი მოითხოვს ამას და რაც შეეხება ჩემ სეზონს, ნუ პირველი სეზონი იყო და რაღაცნაირად ტრამპლინი იყო რა, იმიტომ რომ მეორე გუნდს სხვა გამოცდილება არ მქონდა. აღმოჩნდა ისე, რომ პირველ გუნდში დამოწინაურეს და ანუ შემდგომში უკვე როგორც აღნიშნე, ნაკრების გამოძახება იყო, ანუ საბოლოო დრო შევაჯამო საუკეთესო სეზონია ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს არ არის არაფრის დასასრული და აქ არ მთავრდება ჩემი არაფერი, იმიტომ რომ მე ვაგრძელებ შრომას, გავაგრძელებ კიდევ, რათა შემდგომში უკვე ამ ახალგაზრდული ნაკრებიდან და ახალგაზრდული ნაკრების შემდგომ იყოს უკვე ეროვნული ნაკრები და როგორც კლუბისთვის, ისე ნაკრებისთვის შევეცდები, რომ მაქსიმალურად დავიხარჯო. მეგობრებო, შეგახსენებთ, რომ ჩვენი არხის გენერალური მხარდამჭერია ქართველების საყვარელი წყალი ნაბეღლავი, რომელიც ანტალიურ შეკრებაზე Geoteam-ს ამარაგებს საჭირო მინერალებით. საუბრობთ ამ პრაიმ და ლამაზ ისტორიებზე. მოყვა ამას ცუდი პერიოდები. აი ამ პერიოდში შენ როგორც კაპიტანის როლს როგორ გრძნობდი გუნდში და იყო ალბათ ბევრი პრობლემა, ბევრი პრეტენზია გულშემატკივრისგან, ფეხბურთელებისგან და ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ყველაზე მეტად მაინც კაპიტანზე გადადის. ძალიან რთული იყო რა, ის იმას გითხრა, მართლა ძალიან რთული იყო, როცა მაგალითად აი ბოლო პერიოდში რა, ეს სტაბილურობა საერთოდ როცა აღარ იყო, ძალიან რთულია რომ კონცენტრირდე საქმეზე და მაგის გარდა შენ გევალება, ესე ვთქვათ, რომ ანუ შენი გუნდებსაც მიეხმარო და კონცენტრაცია გააკეთოს ყველა ვარჯიშზე, თამაშზე, მაგრამ ნუ არ გამოგდის რა მაგ შემთხვევაში, იმიტომ რომ გაფანტულია გონება რა, სხვადასხვა აზრები, ფიქრები, პრობლემები და ძალიან რთული იყო მართლა. კიდე კარგად გადავლახეთ ეს ყველაფერი. When the last season was finished, you almost left the team, but you stay. What was the behind of your decisions why you stay? In the second part of the season, everything became like bad and like impossible to stay. Also, for some family reasons, I You feel decided. unhappy? Sorry? You feel unhappy at the second? Yeah, like not one happy. Like the mind was not to play football. Everything was bad, and I decided to go and stay in my family. And after, when things changed, I was happy to come back. კი, როგორც კობა ხამაღნიშნა, ძალიან რთული სეზონი იყო, შეიძლება გარედან ჩანდა რთული იყო, მაგრამ შიგნით როცა ხარ, აი ორმაგად რთული სეზონი იყო და ძალიან რთული იყო იმ კონცენტრაციის დაჭერა და აი ვარჯიშზე ფიქრი და აი სულ რო აი თამაშის მოგებაზე და იმაზე ფიქრი, რომ რაღაცა პროფესიონალურად გაგვეკეთებინა. მაგრამ
მგონია რომ საბოლოო ჯამში მაინც ჩვენთვის მიუხედავად იმ ძალიან ბევრი სირთულისა, რაც არა მარტო ფეხბურთის მხრივ, აი ფეხბურთის გარეთ უფრო მეტი სირთულე იყო გუნდში, რა ვფიქრობ, მაგრამ აი ვფიქრობ იმ გამოცდილება ფეხბურთელებმა, იმ ფეხბურთელებმა, რომელმაც იციან ამ გუნდს იცნობენ დიდი ხნის განმავლობაში, აი მაგან და აი ამ ახალგაზრდების რაღაცა შეერწყმამ და ამ ქიმიამ შეიძლება შეგვაძლებინა ის, რომ დინამო ბათუმმა შეინარჩუნა ადგილი იქ, სადაც იმსახურებს ყოფნას და მგონია რომ ძალიან რთული სეზონი, მაგრამ ამავდროულად შეიძლება რაღაც მხრივ გამოცდილების მხრივ ძალიან კარგი სეზონი იყო მით უმეტეს ჩემთვის. თან როცა მთლიანი სეზონი ჩავატარე და უდიდესი გამოცდილება მივიღე, არა მარტო იმის გამო, რომ მთლიანი სეზონი ჩავატარე, იმის გამო თუ როგორი გამოცდილი ფეხბურთელების გვერდით მიწევდა თამაში. ხალი მფლობელი იყო ჩამოსული, შეგხვდათ, რაზე ისაუბრეთ და რა მიზნები დაგისახათ? ალბათ შეიძლება როგორც კაპიტანს პირადადაც გესაუბრა მასთან. კი, ვისაუბრეთ და ახალი ხედვა, ახალი იდეები, გუნდის განვითარების გეგმა. რა ძალიან საინტერესოა რა. შენ როლს როგორ ხედავ ამ ყველაფერში? მე როგორც ფეხბურთელი, დღეს როგორც კაპიტანი გავაკეთებ ჩემს საქმეს ყოველდღიურად და ნახოთ რა გამოვა. ახალ სეზონში პირადად შენ რის იმედი გაქვს? აი შეიძლება მოხდეს რითიც გაიხაროს ბათუმმა გულშემატკივრობა. ვფიქრობ ახალი წელი, საერთოდ ახალი ფურცელი იწყება დინამო ბათუმის ისტორიაში. ვიცით რომ ვერ ვიმატებთ ფეხბურთელებს და ვერ ვიძლიერდებით, მაგრამ მგონია რომ ახალი სეზონი იქნება რაღაც ახალი ნაბიჯი და ყველანაირად შევეცდებით რომ ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთოთ იმისთვის რომ მინიმუმ საფხულამდე მაინც იმ ადგილი დავიკავოთ, რაც გვეკუთვნის და შემდგომში უკვე უფრო მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლოთ, რატომაც არა ჩემპიონობა, თუ საფხულამდე მივედით სათანადო ადგილას. რისის იმედიც გვაქვს ბიჭებს ჩვენს და გვჯერა იმის რომ ჩვენ ასეთი შრომით და თავდადებით მივაღწევთ იმ შედეგს, რაც დასახული გვაქვს. ბოლო წლებში ძალიან ხშირად გვესმოდა პრეტენზია ბათუმელი გულშემატკივრისგან, რომ ადგილობრივ ფეხბურთელებს შანსი არ ეძლევათ ამ კლუბში და შესაძლოა ეს სეზონი ბათუმის დინამოსთვის იყოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მხარე, რომ კლუბმა აღმოაჩინოს მნიშვნელოვანი აჭარელი ფეხბურთელები. როგორც შევიტყვეთ, სატრანსფერო ბანის გამო კლუბი კვლავ არ ახერხებს ახალი ფეხბურთელების რეგისტრაციას ზაფხულამდე და ძალიან ბევრი ადგილობრივ ფეხბურთელს მიეცემა შანსი მინიმუმ ზაფხულამდე. ამ მნიშვნელობაზე, ახალგაზრდა ფეხბურთელების მნიშვნელობაზე ისაუბრებენ როგორც კაპიტანი, ასევე ის ფეხბურთელიც ამ პროცესის რაზეც ვცხოვრობთ მონაწილეა გურამ ჯაფარიძე, ადგილობრივ ფეხბურთელი, რომელსაც სრული პირველი სეზონი ჰქონდა გასულ წელს დინამო ბათუმში და ახალ წელს გუნდის ერთ-ერთ მთავარ ლიდერად მოიაზრება. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც შენ სრულფასოვანი სეზონი შესაძლოა ჰქონდა შარშან და დებიუტი იმის წინ ჰქონდა შარშან წინ. შეიძლება ის იყო, რომ ბათუმის დინამოში ბოლო პერიოდში არსებული პრობლემების გამო ბევრად მეტ ახალგაზრდებს მიეცა შანსი. და ეს ახალი სეზონი კიდევ უფრო გადამწყვეტი იქნება მაგ მხრივ, იმიტომ რომ ეს 6 თვე გუნდს მოუწევს 80% მაინც თავის აღზრდილ ფეხბურთელებს დაეყრდნოს და გამოჩნდეს თუ ვინები იყვნენ აკადემიაში. და იმის ფონზე რომ ბათუმს ყოველთვის აკლდა ლოკალური გმირები, ადგილობრივი გმირები, რა შეიძლება იყოს, რა შანსი შეიძლება იყოს ეს ბათუმელი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის. და რტულ შენ სანატოლებთან, რომელიც გუნდში მრავალ არის, შესაძლოა ბევრად მეტი პირადი საუბარი ქონდეს, უფრო დიდ ასაკით დიდ ფეხბურთელებს. ხო, მართალია, ეს რთული პერიოდი შეიძლება აი ჩვენთვის და იმ ბიჭებისთვის, რომლებიც ეხლა შეკრებაზე არიან, რაღაც მხრივ კარგია რა, იმიტომ რომ შესაძლებლობა ეძლევა ბევრს და როგორც მე მომეცა წინა სეზონში, რომ გამომიჩინა თავი და ყოფილიყავი აქ ახლა სადაც ვარ, მათთვისაც უდიდესი შესაძლებლობაა. რაღაც მხრივ ეს რთული პერიოდი, რა თქმა უნდა, არ არის კარგი, მაგრამ შეიძლება რაღაც მედალს ორი მხარე აქვს და შეიძლება მეორე მხრივ რაღაცა კარგი იყოს და რაღაცა ახალი სასაწყისი იყოს ამ ახალგაზრდებისთვის, ჩვენთვის, ვინც აკადემიიდან მოვდივართ. ახალი შესაძლებლობა კი რთულია, წეგან კობახაც საუბრობდა, რომ რთულია, რომ აი იმ დონიდან, მეორე გუნდიდან გადმოსვლა და აქ შეგუება რთულია, მაგრამ მგონია, რომ ვინც ვართ ბიჭები, ამ გამოცდილ ფეხბურთელებთან ერთად რაღაც მუშაობით, შრომით, რაღაც ეტაპამდე, რაღაც ხარისხამდე მივალთ და ჩვენთვის, აი ამ აკადემიის ფეხბურთელებისთვის
ვფიქრობ, რომ აი ხო არის გამოცდილებული ფეხბურთელებისთვის დიდი პასუხისმგებლობა კლუბახასთვისაც, აი ის კაფი, ჩიტე, ყველა ვინც არის, მაგრამ ჩვენთვის ჩემი აზრით, აი 10 მაგად უფრო დიდი პასუხისმგებლობა უნდა იყოს ამ გუნდის მაისურით თამაში, იმიტომ რომ უფრო მოგვეთხოვება, უფრო ადგილობრივები ვართ, უფრო ახალი სისხლი ვართ და ჩემი აზრით ეს პლუსი რაღაც ხრი უნდა გამოვიყენოთ და ამ სეზონში მინიმუმ ეს 6 თვე ორმაგად უნდა დავიხარჯოთ იმისთვის, რომ გუნდს დავეხმაროთ და შედეგს მივაღწიოთ. For sure, I'm an experienced player now, and I need to help every young player in the team. I need to speak to them, like also captain Koba, also me in midfield. And yeah, I have an important role in young players, and every day I need to learn them, and I also need to learn from them. ადგილობრივ ფეხბურთელებს არ ეძლეოდათ შანსი ბათუმის მთავარ გუნდში ეთამაშათ და შესაძლოა ეს იყოს იმ ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის, ვინც მეორე გუნდიდან გადმოვიდნენ, ისტორიული შანსი მინიმუმ ზაფხულამდე დაამტკიცოთ თავის თავი. შენ როგორ ხედავ და თუ ესაუბრები თუნდაც პირად მოტივაციურ სპიჩში, რომ ეს მათთვის არის განსაკუთრებული შანსი. როგორ ხედავენ შენი აზრით ამ ყველაფერს? ბევრჯერ მაქვს ნათქვამი მაგათთვის. არ იყო ბათუმელი ფეხბურთელი გუნდში, ეთყობა არ აკმაყოფილებდა მაგ დროს იმ მოთხოვნებს, რაც ჩვენ გუნდში იყო და თუ დააკმაყოფილებს, რავი, ღია არის კარი ჩვენ გუნდის და იქნება აუცილებლად ეხლაც არიან ბიჭები, აი მაგალითად გველოდება ჯაფარა და არის ჩვენ გუნდში ადგილობრივი არის და რა ვიცი თამაშობს ჩვეულებრივად როგორც უნდა ითამაშოს. ქართულ ფეხბურთში ბოლო წლებში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი რამ რაც იყო ბათუმის დინამოს გულშემატკივარი საშინაო თამაშებზე, თუმცა გუნდის ბოლო პერიოდში განცდილ დაღმასვლასთან ერთად ტრიბუნაზე ამ კომაგების რაოდენობა მოიკლო. ფეხბურთელებს რა თქმა უნდა ვკითხეთ, რა გავლენა ჰქონდათ გუნდზე მაშინელ ფანებსაც და რა გავლენა ექნება ბათუმის დინამოს თამაში გულშემატკივრებს იმის ფონზე, რომ გუნდი მინიმუმ ზაფხულამდე ფეხბურთელს ვერ დაიმატებს და ამ პერიოდში უნდა გაიარონ მათ ის პროცესები, რომელიც შესაძლოა გუნდისთვის ერთ-ერთი გადამწყვეტი იყოს შემდეგ სეზონში. იმ 6 თვიან პერიოდზე, რომელიც მინიმუმ ტრანსფერობა იქნება, აი მაგზაზე კომაგის როლი რა იქნება თქვენს გუნდში? ჩემი აზრით, ეს გაკეთება შეუძლია ამ 6 თვეში ბათუმის გულშემატკივრს. ჩემი აზრით, კომაგების და პირადების გარეშე შეუძლებელია რაიმე შედეგის მიღწევა, თან ვიცით როგორი როლი აქვს ბათუმის დინამოსთვის პირატებს, ის კარგი პერიოდის ოქროს წლებიც რო გავიხსენოთ, თავარი გასაღები ალბათ პირატები იყვნენ და მგონია რომ მაგათ გარეშე შეუძლებელია რაიმეს მივაღწიოთ და მაგათი გვერდში დგომა არა მარტო გუნდისთვის, აი ამ ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის, ჩემთვისაც ძალიან დიდი როლი ითამაშეს პირატებმა, რომ ესეთი მარტივად გავიარე ადაპტაცია გუნდში და რაღაც ხრივ შევთამაშდი გუნდთან. მგონია რომ პირატების როლი ყველაზე დიდი იქნება ამ გუნდის წინსვლისთვის. Very important. Every game they need to come to support us, win or lose, they need to come and support us, and they will be our 12th player for sure. ვოკალური გმირის გურამ ჯაფარიძის მესიჯი ბათუმელ კომაგს სეზონის დასწრების წინ. რა იქნება შენი მესიჯი? პირველ რიგში მინდა გადავხადო მადლობა, იმიტომ რომ შარშან მაგათგან აი წინა სეზონში რა ენერგიაც მოდიოდა, რა მხარდაჭერაც მოდიოდა, როგორ გვერდში გვედგნენ, ეგ იყო შეუფასებელი. მე ახალი ვარ ამ გუნდში, აი იციან უფრო გამოსილმა ფეხბურთელებმა თუ რა ძალა აქვს მაგათ, მაგრამ მე რაც დავინახე წინა სეზონში, უბრალოდ ეს ჩაულებრივი რაღაცა არა, ეს არის ძალიან დიდი ძალა მაგათგან რაც მოდის და მადლობა პირველ რიგში ამ ყველაფრისთვის, პირადად ჩემთან მიმართებაში როგორი დამოკიდებულებაც ჰქონდათ. თუმცა ვეტყვი რომ შეიძლება რაღაც ხრივ შედეგები არ მოწონდეთ ამ შეკრებაზეც, მაგრამ ეს პროცესის ნაწილია და მინდა რომ დაიჯერონ ჩვენი როგორც ყოველთვის, გვერდში დაგვიდგნენ და ვფიქრობ რომ მათი თანადგომით და ჩვენი მხარდაჭერით და ერთმანეთთან კარგი დამოკიდებულებით და ქიმიით ვფიქრობ რომ შედეგს მივაღწევთ, იმიტომ რომ მგონია რომ ბათუმის დინამო პირატების გარეშე არაფერი არ იქნებოდა და ვფიქრობ რომ უნდა გქონდეთ ჩვენი იმედი. და შენი აზრით რა პერიოდი დასჭირდება ბათუმის დინამოს იმის რომ კვლავ ჩემპიონებისთვის იბრძოლოს? ეხავე შეგვიძლია დავიწყოთ მაგაზე ფიქრი. ზაფხულში გავძლიერდებით კიდე, თქვათ თუ მოვლენ ახალი ფეხბურთელები, დიდი იმედი მაქვს მაგის ჩემპიონობაზე ფიქრიც შეიძლება. აი მაგზაში რა როლი ექნება გულშემატკივარს? ძალიან დიდი როლი. მაგათ გარეშე შანსი არ გვაქვს. And the last question will be if in Albania someone will ask about the
Batumi as a football city, what will be your answer? The best city and the best place to play football and enjoy. Why? You have everything, bro. Stadium, nice city, sea, fans, everything to play. ესეც ასე მეგობრებო, ჩვენი ვიზიტ ბათუმის დინამოსა დამთავრებულია. გავესაუბრეთ ფეხბურთელებს და იმედია მოისმინეთ საინტერესო რაღაცები თქვენთვის მივართო ბათუმ გულშემატკივარს და არა მარტო. და იმედია ის სიამოვნით ამ ვიდეოთი. გთხოვთ გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი, ვისაც ეს აქამდე არ გაეკეთებიათ და subscribe გელას არ დაგიჭერიათ. მოიწოდოთ ეს ვიდეო და დაგვიკომენტაროთ რა მოლოდინი გაქვთ პირადად თქვენ ბათუმის დინამოს 2026 წლის სეზონთან დაკავშირებით. ჩვენ კი ამ კლუბს, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გუნდია ისტორიულადაც და ბოლო წლებში, უსურვებს წარმატებებს. მადლობა და მომავალ შეხვედრამდე.